ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებს ახალი პირადობის მოწმობების აღება შეეძლებათ. ელექტრონული პირადობის მოწმობა პლასტიკური ბარათის ზომის იქნება და მასზე სხვადასხვა დანიშნულების ინფორმაცია იქნება დატანილი. მათ შორის საპენსიო და სახელფასო მონაცემებიც. ახალი პირადობის მოწმობის აღება პირველ ეტაპზე ნებაყოფლობითი იქნება. საკრედიტო, საპენსიო და დაგროვების ბარათის, მართვის მოწმობის, სადაზღვევო პოლისის, სამედიცინო ისტორიასა და სხვა ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მალე ერთი ელექტრონული პირადობის მოწმობა დაიდევს. საქართველოში მრავალფუნქციური ბარათის აღებას მოქალაქეები ივლისიდან შეძლებენ. ნელ-ნელა პირადობის მოწმობა შეითავსებს ძალიან ბევრი სხვადასხვა ბარათების ფუნქციას, რაც მოქალაქეს აქვს. ეს შეიძლება იყოს როგორც მართვის მოწმობა, ასევე საპენსიო ბარათები, ასევე სხვადასხვა დოკუმენტები, თქვა დევნის მოწმობა, რომელსაც გასცემს სახელმწიფო, მაგრამ ეს ეტაპობრივად მოხდება, რა თქმა უნდა, მათი ინტეგრაცია ელექტრონულ პირადობაზე, რაც თავარია თვითონ პირადობის მოწმობას აქვს ულიმიტო გამოყენების საშუალება. ძველი პირადობის მოწმობისგან განსხვავებით ახალი ბევრად კომპაქტური და მოხერხებული იქნება. მასზე მოქალაქის ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი იქნება დატანილი. ბარათის მფლობელს ოთახიდან გაუსვლელად სხვადასხვა საბუთებზე ხელის მოწერა და საბანკო მომსახურების განხორციელებაც კი შეეძლება. ელექტრონული პირადობით ონლაინ რეჟიმში ხელმოწერილ დოკუმენტს იურიდიული ძალა ექნება. ეს არის ჩვეულებრივი პირადობის მოწმობა, რომელიც დღეს მოქმედი დოკუმენტებისაგან განსხვავდება იმით, რომ აქვს ორი ელექტრონული მატარებელი, ერთი ელექტრონული მატარებელი, ეგრეთ წოდებული ჩიპი, ერთი ელექტრონული მატარებელზე დატანილი იქნება პირის პერსონალური მონაცემები, ხოლო მეორე ელექტრონულ მატარებელზე დატანილი იქნება სხვადასხვა სახის სერვისებისათვის იქნება განკუთვნილი. ახალი პირადობის მოწმობის აღება საწყის ეტაპზე მოქალაქეების სურვილზე იქნება დამოკიდებული. ის სხვადასხვა ასაკის პირებზე განსხვავებული ვადით გაიცემა. არასრულწლოვნებს 3 წლით, ხოლო 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს ახალი პირადობის სარგებლობა 10 წლის განმავლობაში შეეძლებათ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ღირებულება 10 სამუშაო დღის ვადაში აღების შემთხვევაში 30 ლარი იქნება, ხოლო დაჩქარებული წესით აღებისას დოკუმენტს დამატებითი ღირებულების გადახდის შემდეგ მიიღებთ. უფრო მოხერხებული იქნება პლასტიკური ბარათზე, როცა იქნება ყველაფერი ერთად. მაგალითად, პირადობის პასპორტი იქნება, დაზღვევის პოლისი და ასე შემდეგ. სახელფასო კრედიტები ძალიან მშვენი და ძალიან მისაღები იქნება. ნამდვილად კარგი იქნება. ერთ პასპორტში თუ ამდენი რამე თავს მოიყრის, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. აღარ იქნება საძებარი, იგი იქნება ყველაფერი ერთად. უკეთესია ჩემი მხრიდან თანახმავა რომ მქონდეს ასეთი პასპორტი. როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში აცხადებენ, ისინი შეღავათების პაკეტზე მუშაობენ, რომელიც სავარაუდოდ სოციალურად დაუცველებს პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს და ომის ვეტერანებს შეეხება. მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრობა ზოგიერთი კატეგორიის მოქალაქეებისთვის არის უფასო. შესაბამისად, აღნიშნული პირადობის მოწმობები იქნება ისევე როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, გაცემული იქნება ნებისმიერ მოქალაქეზე და თავმოყრილი იქნება ის ინფორმაცია, რომელიც დაუშვათ სოციალურად დაუცველი ფენისთვის არის აუცილებელი. მულტიფუნქციურ პირადობის მოწმობას ინდივიდუალური პინ-კოდი ექნება. დოკუმენტის სარგებლობა მფლობელის გარდა იმ პირსაც შეეძლება, ვისაც მფლობელი შესაბამის უფლებას მისცემს. მსგავსი ბარათით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სარგებლობენ. ახალი პირადობის მოწმობით სამოქალაქო რეესტრში ბიუროკრატიული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და მომსახურების გამარტივებას ვარაუდობენ.